რაც უფრო წინ მივიწევ, მით უფრო ხვდები, რომ სეპტუაგინტა, ანუ თორას თარგმანი, ზოგადად ბიბლიის თარგმანი, რომელიც შესულდა ჩვენ წელთა რიცხვამდე მესამე-მეორე საუკუნეებში, იყო ნამდვილი ღალატი. ხშირად ითქმის თარგმანი ერთგვარი ღალატიაო, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს შეუსაბამობები ნამდვილად ტრაგიკულია. ამით აიხსნება სხვათა შორის ის გადაცდენა, რომელმაც საბოლოოდ გააბუნდოვანა სულისმყოფობის გაგება. ამიტომაც ახლა ისევ მივუბრუნდები ადამიანის სამ ფუნდამენტს და მათ განვიხილავ თორას ტრადიციის შუქზე. შესაბამისად, ახლა გაგესაუბრებით სხეულზე, სამშვინველზე და სულზე. სამშვინველი გამოხატულია სიტყვით შამაიმ. ესე იგი იმ ზეცებით, რომლებიც ელოჰიმა შექმნა. ელოჰიმა შექმნა ზეცები და ხმელეთი, უფრო ზუსტად, ის ქმნის ზეცებს, რომლებიც გარდა იქმნებიან ხმელეთად. ის არ ქმნის ხმელეთს, ხმელეთი ზეცებისგან წარმოიქმნება. ზეცების აღმნიშვნელი სიტყვა შამაიმ მოიცავს სიტყვას წყლებს, მაიმ ნიშნავს წყალს. წყალი ისა, რასაც ხელით ვერ დაიჭერ, რაც მოუხელთებელია, ის აღნიშნავს რაღაც რეალობას, რასაც ჯერ არ აქვს სიმკვრივე, ჯერ არ არის მრთელი. და მათ ვიფრებს ის ფაქტი, რომ უშუალოდ ნათლის შექმნის შემდეგ ხდება ზედაწყლების და ქვედაწყლების ერთმანეთისგან გაყრა. ზედაწყლები, მეგობრებო, ეს ღვთაებრივი სამყაროა, ესა ელოჰიმების სამყარო. მით უფრო რომ სიტყვა ელოჰიმ შეიძლება გაიგოთ როგორც ელ აიამ. ანუ ელაიამ ისა, რაც წყალში მიდის. ესა წყალი. მას ზედაწყლები, ესა ღვთაებრივი სამყარო, ელოჰიმების სამყარო. ელოჰიმს ერთდროულად მრავლობითის გაგებაც აქვს და მხოლობითისაც ელოჰიმ ღმერთია და ამასთანავე თითოეული ჩვენგანი უნდა წავიდეს თავისი ელოასკენ. როცა მოსეს ღმერთი ეწვევა ალებულ ბუჩქთან, ღმერთი ასე წარადგენს თავის თავს. მე ვარ ელოა აბრაამისა, ელოა ისააკისა, ელოა იაკობისა. გამოკვეთილად განასხვავებს თითოეულს, თუმცა სამივე ერთია. მაგრამ ჩვენ აქ ვეხებით იმ სფეროს, რომელიც ყოველგვარი წინამდებობრიობების მიღმაა. ფიქრობ, გაგიგიათ თუნდაც სხვა ტრადიციებიდან, რომ ნებისმიერი შეურიგებლობის უეჭველი შედეგება ხდება იმ მიღმიერ სამყაროში, რომელსაც ჯერ არ ვიცნობთ. მაშასადამ ელოჰიმების სამყარო არის ზედაწყლების სამყარო, რომლებიც იღვრება ქვედაწყლებში. ისინი განცალკევებულია ზედაწყლებისგან. ქვედაწყლები ესა პოტენციალი, დაუოკებელი, გიჟური პოტენციალი, რომელიც თითოეულ ჩვენგანშია. თუ გნებავთ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თქვენს წარმოსახვაში დახატოთ ასეთი სურათი. ზედაწყლები დაუკავშირეთ თავს და ეს ხატი სავსებით შეეფერება სინამდვილეს, რადგანაც ჩვენი სხეული გამოხატავს ამ რეალობებს. ზედაწყლები თავთან კავშირშია, ქვედაწყლები ქვედატანთან და ამ ორს შორის არის ის, რაც ერთმანეთთან აკავშირებს ზედაწყლებს და ქვედაწყლებს. ებრაულად ესა რაქია, მაგრამ ამ ტერმინის სიღრმეებში ახლა არ შეგეყვანთ, არსებითი აქ იმის ცოდნა, რომ ქვედაწყლებს ასაზრდოებს ზედაწყლები. რაქია არის როგორც ჭიპლარი, რომელიც ზედაწყლებიდან ჩადის ქვედაწყლებში, რათა ასაზრდოს ქვედაწყლებში დამარხული ღვთაებრივი ჩანასახი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დაინახეთ ეს ხატი, ზედაწყლები განსახიერებული თავით, ქვედაწყლები განსახიერებული ქვედატანით და ქვედაწყლების გულის გულში ჩანასახი. ღვთაებრივი ჩანასახი, რომელსაც ზემოდან წამოსული ჭიპლარი ასაზრდოებს. ეს მართლაც როგორი არაჩვეულებრივია. განსაცვიფრებელია. სიტყვა რაქიას შუაგულს ქმნის ალსოქოფ. ალსოქოფ არის შვეული, იგია ის ჭიპლარი, რომელსაც ჩამოჰყავს ღვთაებრივი ენერგიები ამ ჩანასახისკენ.
ქვედა წყლებში ეს ჩანასახი გარემოცულია უსაზღვრო, უკიდეგანუ პოტენციური ენერგიებით. ამ პოტენციურ ენერგიებს სიმბოლურად განასახიერებს ცხოველური სამყარო. ამაზე ძალიან ბევრ საუბრობ ჩემს ნაშრომებში, რომლებსაც ყველანი იცნობ ცოტათი მაინც, ამიტომ ამ საკითხს ჯერჯერობით მეტად არ შევეხები. ფიქრობ, შეიძლება ითქვას, რომ სამშვინველი სწორედ ეს ცხოველური სამყაროა. მთელი ეს პოტენციალი, რომელშიც მკვიდრობს ჩანასახი და სწორედ ეს ღვთაებრივი ჩანასახი მიანიჭებს საზრის მიმართულებას ამ ცხოველური სამყაროს ქმნადობას, ამ პოტენციალის ქმნადობას. ჩანასახში დევს ინფორმაცია იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს პოტენციალი. პოტენციალი, რომელიც ადამიანის სამშვინველია. ეს მოცემულობა თარგმანში არ იკითხება. ამის დანახვა მხოლოდ ებრაულით შეიძლება. ებრაულში სრულიად კაფიოა ეს მოცემულობა. შეიძლება ასე ითქვას, სულიარი ზედა წყლებში ეს ღვთაებრივი სამყაროა და ეს სული ჩამოიღვრება ამ ჭიპლარით და ასაზრდოებს ჩანასახს, რომელიც არის ჩანასახი ძისა, ღვთაებრივი ძისა, რომელიც მოწოდებისამებრ უნდა გავხდეთ ყველანი მას შემდეგ, რაც შევითვისებთ ამ პოტენციალს, რომელსაც სამშვინველი წარმოადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ცხოველური სამშვინველი მოწოდებულია გახდეს სულიერი სამშვინველი. ასე ვიტყვი, ჩვენი დღეების დასასრულს ჩვენ აღარ უნდა გქონდეს სამშვინველი. მთლიანად სული უნდა ვიყოთ. ანუ ჩვენ უნდა გქონდეს განსულიერებული სხეული, ფერნაცვალი სხეული.